კიდევ ერთ რამეს გეტყვი მე ჩემ გულის ტკივილსაც გეტყვით მაგასთან დაკავშირებით რა კი ამ თემას შევეხეთ. აი მქონდა ჩემი საგრიმიორო თეატრში და მაშინ ვიყავით საგრძნობლად ახალგაზრდა დაახლოებით 30-დან 45 წლამდე ასაკს გეუბნებით. 15 წელი 12 მთავარი როლი ერთად მქონდა და სულ დღე და ღამე თეატრში ვიყავი და არ იყო დარჩენილი პატარა მტკაველი ჩემს აგრიმიოროში ემოციის გამოხატვის აღნიშვნის გარეშე. თქვენ რო შესულიყავით, თქვენც მოგთხოვდით, რომ აიპოვე ადგილი და დამიტოვე ერთი და ასე შემდეგ. იქ ყველა უარყოფითი, დადებითი, ყველანაირი ემოცია იყო გარშემო კედლებზე. პლაკატები, ფოტოები, რა ვიცი, ნახატები და ყველაფერი იყო. გარემონტდა ჩემი თეატრი, დავიწროვდა ჩემი საგრიმიორო და დამხდა კაი მოიცა პრარაბისენით გეტყვით. პრარაბი კი არა ეს ვინც აკეთებდა რა. კაი ბეჟიფერი დააყენა რა და ყველაფერი ნუ ხარ რეკონსტრუქცია მოხდა. და ჩემი ისტორია მთლიანად წაიშალა. შესაბამისად მე სხვა არაფერი არ გამოჩნია 2-3 ფოტოს გარდა რომელიც ნათამაშები როლებიდან აქვს დარჩენილი და ეს იყო იმ სიმყუდროვის იქ შენი ისეთი ადგილი სადაც მარტო რჩები საკუთარ თავთან შენს გმირთან და ასე შემდეგ და შემდეგ ახლა არ მინდა ამაზე ბევრი ვილაპარაკო მაგრამ ეს ყველაფერი ერთხელ უკვე წაშლილია და ამიტომ ჩემთან რომ შემოგძანდებით ერთ წარწერას ვერ ნახავთ. კიდე რამდენჯერ შეიძლება ჩემი ემოცია ვინმე წაშალოს. აი მითხარით ხო და არ გავაკეთებ მე მაგას. ჭიკარტით ფოტოსაც არ მივაკრავ, მაგრამ ჩემმა გიომ დამიხატა ერთი ნახატი და მაშინ პატარა იყო და ეს ნაძვის ხე მეკიდია იქ. ეგ არის და ეგ.